ვაგრძელებთ რეგიონებში ვიზიტს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ ადგილზე გავეცნოთ რეგიონული სამსახურების მუშაობას, სამუშაო გარემოს. დღეს რაჭაში მოვინახულეთ ჩვენი რეგიონული სამსახურები, მოგეხსენებათ, რომ რაჭაში ფართოვდება დაცული ტერიტორიების არეალი, შესაბამისად ადგილზე გავეცანით სამუშაო პროცესს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის აგრეთვე იმ მეწარმეებთან შეხვედრა, რომელიც დღეს რაჭაში გაიმართა, რადგან ადგილზე გავეცნოთ იმ საჭიროებებს, რომელიც მეწარმეებს ჰქონდეთ, რადგან ჩვენი თითოეული პროგრამა, რომელიც გვაქვს სამინისტროს ფარგლებში, მნიშვნელოვანი არის, რომ მოცემული იყოს მეწარმეების, მცირე და საშუალო მეწარმეების საჭიროებებზე და ის უკავშირი მეწარმეებთან და მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს ყველა ის გამოწვევა და საჭიროებები, რომელიც მეწარმეებს აქვთ. აგრეთვე მოგეხსენებათ, რომ რაჭა ემზადება რთველის დასაწყებად, ადგილზე ნახეთ სამზადis რთველთან მიმართებით, გავეცანით მევენახეების მოთხოვნებს ადგილზე და საერთო ჯამში ნახეთ რაჭის აგრარული პოტენციალი, აგრარული შესაძლებლობები, რომ და ჩვენ სამინისტროს ფარგლებში რა შეგვიძლია და როგორ შეგვიძლია, რომ ამაზე სწორი და თანმიმდევრული რეაგირებები გავაკეთოთ, რადგან რაჭა გაძლიერდეს ამ მიმართულებით, ჩვენი მიმართულებით და განსაკუთრებულად კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დაცული ტერიტორიების გაფართოების ნაწილში რაჭისთვის კიდევ ახალი შესაძლებლობები ჩნდება და ეს აძლევს შესაძლებლობას რაჭას, რომ გახდეს ჰქონდეს დამატებითი მიზიდულობის პოტენციალი, დამატებითი მიზიდულობის ცენტრი და შესაბამისად ტურისტულად კიდევ უფრო მეტად აქტიური იყოს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მოვინახულეთ რაჭაში სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები, განვიხილეთ, გავეცანით სამუშაო პირობებს თუ რა გარემოში უწევთ სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების თანამშრომლებს საქმიანობის განხორციელება. ძალიან მნიშვნელოვანია მინისტრის ვიზიტი ჩვენს რეგიონში, ვინაიდან ადგილზე ხდება პრობლემების გაცნობა, იმ გამოწვევების გაცნობა, რომელიც გვაქვს ჩვენ და შესაბამისად ადგილზე გადაწყვეტილებების მიღება. აქ ვიმყოფებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს დროებით ოფისში, სადაც იგეგმება სამომავლოდ ახალი ოფისის აშენება. ძალიან მნიშვნელოვანია რაჭისთვის დაცული ტერიტორიების არსებობა, რადგან რაჭა გამოირჩევა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით, ბუნებრივი ძეგლებით და დაცული ტერიტორიების არსებობა ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ამ სიმდიდრის შენარჩუნებას. ამის გარდა კიდევ ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. თითოეულ თანამშრომლებს გვიამაყება, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს უნიკალური ბუნების დაცვის საქმეში და გვჯერა, რომ რაჭის ეროვნული პარკი უფრო უკეთ განვითარდება და კიდევ გაფართოვდება. საინტერესოსთან ერთად ჩვენი პროფესია მოგეხსენებათ ძალზე რთული არის. დღეს ჩვენს რეგიონში იმყოფებოდა ბატონი მინისტრი, რომელიც გაეცნო ჩვენს საქმესა და ასევე გავაცანით ჩვენი სამომავლო გეგმები. საქმის რთულიდან გამომდინარე, რომელიც არც თუ ისე იშვიათია ჩვენ სფეროში, გამოიყენება წახალისების ფორმა, რომელიც ჩვენ ვფიქრობ, რომ ჩვენ დასაქმებულთათვის ძალზე მნიშვნელოვანი არის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისა და გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მინისტრი რეგიონში არსებულ გამოწვევას გაეცნო და მაქსიმალური მხარდაჭერა დაუკვირდა. დეპარტამენტის გაძლიერებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების შედეგი აუცილებლად იქნება თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება და კიდევ უფრო ეფექტიანი გარემოს დაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. პროექტი გაკეთა, რა თქმა უნდა, საგრანტო პროგრამით, ამიტომ 600,000 ლარი გამიფინანსეს და შეავათენს ესხი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რა თქმა უნდა. და ღვთისმშობლობით მოახერხეთ ყველაფერი. დაახლოებით 6 სახეობა, ძირითადად არის ბუჯურეთური, ალექსანდრიული, ცოლიკაური, რაჭული თეთრა, რაჭული მწვანე და მათი კომბინაციები არის ხანჯგარა, ბუჯურეთური, ალექსანდრიული, ცალკე ალექსანდრულს ვაკეთებთ, ცალკე ბუჯურეთულს. ვარდისფერ ღვინოებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ჩვენი პროექტი სასტუმრო შეიქმნა და ფუნქციონირებს მაღალმთიან რეგიონებში განვითარების სახელმწიფო პროგრამით. თანადაფინანსებაზეა საუბარი და ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მეწარმისათვის, დამწყები მეწარმისათვის და არა მარტო და ეს გზა რაც გავიარეთ და მოვედით აქამდე, აი მათი ძალისხმევით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შექმნილი ეს ჩვენი სასტუმრო გათვლილი არის და
დაახლოებით 20 პერსონაჟზე, ამ ეტაპზე 7 ნომერი გვაქვს და მომავალშიც გეგმავთ ალბათ გაფართოებას. სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახური ემსახურება რეგიონში შემავალ 4 მუნიციპალიტეტში არსებულ სურსათის მწარმოებელ სარეალიზაციო ობიექტებს, ატარებს მონიტორინგსა და სახელმწიფო კონტროლს, რათა დაცული იყოს მომხმარების უფლებები, ინტერესები და ბაზარი იყოს კეთილსაიმედო პროდუქტით უზრუნველყოფილი. აღსანიშნავია ის, რომ ვეტერინარიის მხრივ რეგიონი არის ქვეყანაში ერთ-ერთი კეთილსაიმედო ზონა. აქ ყოველწლიურად ტარდება მხოლოდ ცოფზე ვაქცინაცია, სხვა მხრივ კეთილსაიმედოა ცხოველთა ინფექციური და ინვაზიური დაავადებების მხრივ ვეტერინარები ატარებენ ცხოველთა იდენტიფიკაცია, რეგისტრაციას